მაშალა ჩვენ ახლა ყავს ახალგაზრდა ძმა, რომელმაც ახლა მიიღო ისლამი. გინდა მოხდო ვიდეოში? კი. ეს ძმა არის მაშალა. ამ წამს გახდა მუსლიმანი იცით? ალლაჰმა დალოცოს. წინაზე იყო მუსლიმი, მაგრამ მე არ ვიყავი და ძმამ იბრაჰიმმა ასწავლა მას რაღაცა. ალჰამდულილლა და წეგან იტირა მაშალა. მაშალა ძმა, ჩემი ძმა. ალჰამდულილლა მაშალა. ხმეთმე დაგლოცო ძმა. რას კითხვა მინდა? კი მიდი. ბოლო შეკითხვა სანამ მივიღებ ისლამს. ხო, ბოლო სანამ დანას ავიღებთ. რატომ გონია რომ ქრისტიანობა არასწორია? კაი შეკითხვა. რა თქვა? რატომ გონია რომ ქრისტიანობა არასწორია? კაი შეკითხვა. როცა ღმერთმა ჩვენ შექმნა და იმასწორე რომ ღმერთმა ჩვენ შექმნა ისეთი გონებით, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ვინ არის ნამდვილად ღმერთი. და თუ შენ მეტყვი რომ იესო გახდა ღმერთი და შენ გავს ეგეთი რწმენა, ან ზირა ხალს რომ ღმერთი გახდა ბავშვი, შეკითხვა ღმერთი ხო უნაკლოა ყოველთვის. მაგიტომ როცა ღმერთი გახდა ბავშვი, მაგას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ბავშვი არის შექმნილი. და ღმერთი არაა შექმნილი. ღმერთი აკეთებს ყველაფერს, რაც შეესაბამება მის სიბრძნეს, მაგრამ არის განსხვავება, ვინ არის ღმერთი და რას აკეთებს ღმერთი. ღმერთი რას აკეთებს იმას, რაც შეესაბამება მის სიბრძნეს და რა შეხება ღმერთის ბუნება, მისი ბუნება საერთოდ არ იცვლება. ის არის ყოველთვის უნაკლო. ძველი ხმაში წერია, რომ მე ვარ ღმერთი და არა ადამიანი. ოსია 11:9 ღმერთი ადამიანი არა, რიცხვი ღმერთი კაცი არა, რომ მოითხოვოს ან თავისი აზრი შეცვალოს. და როცა უყურებ ამ სწავლას, რომ იესო არის ღმერთია, მაგას არანაირი აზრი არ აქვს. რა არის შენი სახელი ძმა? მე თუ წაგიყვან საღვთო და განახებ ბავშვს, რომელიც ახლა ამ წამს გამოვიდა ქალისგან, მის სიცოცხლის ორგანიზმიდან და სულ სისხლში. და გეტყვი ეს არის შენი ღმერთი. და მე ჯერებ? არა. შენ მეტყვი ავად ხო არა ხარ? და ასევე იესოს დროსაც ის იყო შეუძლებელი და თვითონ მარიამი მაგასაც არ ჯეროდა, რომ ბავშვი შეიძლება იყოს ღმერთი. იესოსაც არ ჯეროდა თავის თავზე რომ იყო ღმერთი და ეს ნათლად ჩანს. მან თქვა მე მივდივარ ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან და ღმერთს არ აყავს ღმერთი. და ასევე ისწავლა რომ ხალხი შეიძლება მოკდეს ჩემი ცოდებისთვის. ეს საერთოდ არაა ძველი აღთქმის სწავლა. ჯერემია, დანიელი, ისაკი. არავის არ ჯეროდა რომ ვიღაცა პიროვნება უნდა შეიძიროს ჩემი ცოდებისთვის. კი, მათ აქვთ ისეთი რამ როგორც ცხოველის შეწირვა, მაგრამ არა ისე რომ ცხოველი წაიღებს ყველა შენ ცოდვებს. და ბიბლიაში ნათლად ხედავთ რომ ყველა ადამიანი არის პასუხისმგებელი თავის ცოდვებზე. და ჩვენ ხედავთ რომ ბევრი ეგეთი რამ ქრისტიანობაში რაც ეწინააღმდეგება ჩვენ უნივერსალურ ცოდნას. რასაც ჩვენთვის არანაირი აზრი არ აქვს. ეს არის თითქოს მე რაღაცას გიხსნე შენ ჩინურად და შენ თუ არ მიყვები ჩემს ინსტრუქციას, მე შენ დაგსჯი. მაგრამ შენ მეტყვი მაინც ძმაუშამსი. მე არ მესმის ჩინური რაზე ლაპარაკობ. მიხვდი, ანუ როგორ ჩვენ ღმერთს გვითხართ, უნდა დავეჯოთ ყველაზე მნიშვნელოვანი. და მაგაში არანაირი აზრი არ აქვს. იესო ღმერთია, მაგრამ ღმერთი შვილია. მაგრამ ის ღმერთი არაა, მაგრამ თავისი შვილია. იესო არის ღმერთი და იცის ყველაფერი, მაგრამ არ იცის ასასრულის დღე. ღმერთია, მაგრამ ორი ბუნებით. ადამიანია და ღმერთის ბუნება. მაგრამ იესო როგორც ადამიანი ყოველთვის ლოცულობდა ღმერთის მიმართ. თავის ღვთიერ ბუნებას არაფერი არ ეცოდა. კარგი რა. თითქოს რომ მოგდო შენ ცოდებისთვის, მაგას არანაირი აზრი არ აქვს. თვითონ იესოც იყო მუსლიმი. მან ეძახდა რომ ჩემი ნებით ვერაფერს ვერ ვაკეთებ. და დაემორჩილა ღმერთს. მისი სწავლის მიხედვით, ღმერთის სწავლის მიხედვით. მან თქვა მე მოვედი რომ გასწავლოთ ღმერთის გზა. არა ჩემი ბურად. გასაგებია? კარგი, მე მზად ვარ. أشهد أن لا إله إلا الله وأشهد أن محمدا رسول الله. ინგლისურად მე ვამოწმებ. მე ვამოწმებ რომ არავინ არ არის ღირსი თაყვანისცემისთვის ჭეშმარიტებაში გარდა ალლაჰისა. და ვამოწმებ რომ მუჰამედი არის ბოლო შრომავალი და ღმერთის მორჩილი. და ვამოწმებ რომ იესო არის მორჩილი და ღმერთის შრომავალი.